რა გჭირთ ხალხს? რატომ ვერ იგებთ მარტივად თუ ვინ გინდათ გვერდში ყავდეთ? რატომ ტკენ გულს მხოლოდ იმის გასარკვევად გინდა თუ არა მასთან? არ არის საჭირო ყველამ იცოდეს, არ არის საჭირო ყველამ გაიგოს, რომ უყვარდი როდესღაც შენ გამო თუ რამდენი აკეთა. მოგეფერა, შეირგე, რა თუნდა ამას განხილვა, შენ სიტყვებს მხოლოდ მოყვება ადამიანის დაძირვა. დამიჩენ რა, გები მაღლა, დარწმუნებული ვარ რომ ასეა, იმიტომ რომ ის ჭევრაობას მოგიწონებს, შენს ლეგენდებს დაგიფასებს, მასთან ყოველთვის მაღლა იდგები, მაგრამ რა მოხდება მაშინ, როცა მარტო დარჩები? მარტოობაში არ გულისხმობ იმას, რომ დაკარგავს სულელ მეგობრებს, მარტოობა ისაა, როცა აზრებიც კი დაგტოვებს, როცა ვერ მოიფიქრებ იმას თუ რაღა უნდა ქნა ახლა, როცა ვერ მოიფიქრებ იმას თუ ვიღა დაძირო ახლა. ყველას მობეზდები და დაიღლებიან შენი ტყუილებით, ბოლოს მაინც გაირკვევა და დაისჯები ამას პირდები. მარტივად გეტყვით არ ვარ ფილოსოფოსი, არც იმდენი მაქვს ნალახი რომ გისურვოთ ჩემი ცოდნა. მე უბრალოდ ბიჭი ვარ, რომელსაც ტკივა თქვენი ენა. მე უბრალოდ ვფიქრობ თუ რატომ ხდება ასე, რატომ უყვარს ყველას ის ვინც არ აფასებს, რატომ არ უნდათ იბრძოლოს სიყვარულისთვის, რატომ კარგავენ ერთმანეთს სხვისი სიტყვების გულისთვის. ადამიანი როგორც ცხოველი, ცხოველი როგორც ადამიანი, მსგავსება იმდენად დიდი ამას არ იტევს ჩემი კალამი. ადამიანი ბუნების მტერი და ლამაზი შვილის პირველი მკვლელი. რა გჭირს ხალხო, როგორ მივედით აქამდე, გვირჩევნიეთ ჭუჭყიან ჰაერს ყლაპავდეთ, ვიღოთ სელფები კლუბებში, ბარებში, ვიყოთ ცხოვრებით ისე გართული, რომ ვერ შევამჩნიოთ რა ხდება ირგვლივ. რაჯობია ბუნებას, ღამით ვარსკვლავიან სასთან გასაუბრებას, ცინე დინარის მოჩქრიალე ძველ ქართულ სიტყვებს მოტრფიალებს, მაგრამ არა, თქვენში ხო თანამედროვეობა იწრთის, თქვენ ხო ფიქრობთ რომ გოიმობაა თუ ვინმე რამეს ლექსად იტყვის, თქვენში ხო იმდენად არის ცნობადობის სურვილი, მზად ხართ გაშიშვლდეთ რომ წავდეთ 10 მოძღვარი, რას ფიქრობთ ასე სანამდე გავდეთ? სადამდე შევძლებთ ვეომოთ ერთმანეთს, სამრამის ვერ დამალავ, ზეს, თვალეს და სიმართლეს, რომელსაც არ უყურებს თვალებში, სიხართ მხოლოდ ბარებში, ჭორაობს სხვებზე და ფიქრობთ, რომ ამით სხვაზე მაღლად გახართ. რეალურად ამ მასრზე მიგენისახართ. სიყვარული არ ჯობია, ეს ხომ დიდი ძალა, ჩაიხუტი აპატია, სულით მაღლა, თავით დაბლა და ეს არის გამოსავალი, თავდამბლობაა ზოგჯერ თავარი. მაგრამ რას უზავთ ამ პარტავნებას, რომელიც ისია თქვენში გამჯდარი, ფიქრობთ, რომ თქვენ ხართ და თქვენი ნაბადი. მე ვფიქრობ, ბევრს უსმენ, ერს და ხვდები, სამხოლოდ ერთია. ვიყვარდეს ერთმანეთი, სანამ ეს შეგვიძლია.